ჩვენ ვართ ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები. შეიძლება რომ თქვა, რომ ქართველები დაუშვათ რაღაც სპეციფიური პაციენტები ვართ, ფსიქოლოგები. ქართველი ქალის თუნდაც არქეტიპი არის დემეტრა, დამსჯელი დედის არქეტიპია, რომელიც საკუთარ თავს სჯობს. ზოგადად საქართველოში აი ფსიქოლოგამდე გზა ძალიან რთული არის და ძალიან იშვიათად მივდივართ იქამდე, რომ პროფესიონალის დახმარება გვჭირდება რაღაცებში. რაც საქმეა, ფსიქოლოგი ვარ, გიჟების ექიმი ხარ? ხშირია ხოლმე აქ რატომ აქვს ბურთი გაჩხები, რატომ ახრჩობს უჰაერობა, რატომ აქვს, ხო? ანუ ამასაც არ აქცევენ ყურადღებას რეალურად. პირადად დედა ჩემი მაგალითად, როცა მოვდიოდი გერმანიაში, ერთი კვირა ტიროდა. ერთი კვირა იყო ცუდად. მე გავყინეს საკუთარი ემოციები იმისთვის, რომ გადავრჩე. მოგესალმებით მეგობრებო, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ არხის მხარდამჭერია ღვინის მაღაზია ქვევრი, რომელიც სულ ჩემ გვერდში არის და ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ და ვისაც მოგინებათ ქართული ღვინა, შეგიძლიათ შეხვედრით საიტზე, რომელიც გამონათდება ჩვენთან საერთოდ. მიხარია რომ სამივე შევიდეთ. მოგესალმებით ლევან, მადლობა პირიქით მოწვევისთვის. გამარჯობა. მადლობა. მომიყევით რა საქმიანობთ და გავყვეთ ნენელა. ვარ ფსიქოთერაპევტი, ასევე გელშტატ თერაპევტი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს გელშტატი. თან გერმანიაში ვცხოვრობ და გერმანელის დაფუძნებულია, ასე ვთქვათ. ვიყენებ სხვადასხვა მეთოდებს საქმიანობაში. რაც შეეხება ეს ემიგრანტებთან მუშაობას, ვარ წლებია ემიგრაციაში, შესაბამისად ვიცი რას გადიოდნენ, კი ყველას გვაქვს ჩვენი რაღაც ფენომენალური ველი, მაგრამ ერთია მაინც ის, რომ უცხო ქვეყანაში ადაპტაციას ძლივს გავდივართ, მithodაც გერმანიას ქვეყანა, იმიტომ რომ იქ საბუთები, ყოველთვის სტრესი, ენაც ურთულესია, ხო? შესაბამისად, რატომღაც მომინდა რომ ემიგრანტებთან მემუშავა ისე და მე შემდეგ ლევანის უთხოვე დახმარება, რომ თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ, ხო? იმიტომ რომ ვიცი რომ საკმაოდ კომპეტენტურია და ისიც ვიცი რომ საკმაოდ ნიჭიერია, ასე ვთქვათ და ჩემს თხოვნას დათანხმდა, ჩამოვიდა გერმანიაში და ეს ერთად ჩავატარეთ პატარა, მაგრამ სასიამოვნო თბილი საღამო და რაღაც წავიდა უკვე რამდენი დღეა წასულია და ყველა მასზე მესაუბრება. კიდე როდის ჩამოვა და ეს რაღაც დაუტოვა. კარგი ფიდბექი გაქვთ, ხო? კარგად დავიწყეთ, კი, კარგად დავიწყეთ. შემდეგ როდესაც სამწუხაროდ გერმანიისათვის არ დამიდო პოსტი, იმიტომ 3 თვე ვცდილობდი რომ ყოველდღე თითქმის ან დღე გამოშვებით ვცდილობდი რომ დამედო, მაგრამ ადმინებსაც პირად შეტყობინებაში მივწერე, მაგრამ ზედაც არ შემომხედეს, ასე ვთქვათ. შესაბამისად მე სიტუაცია არის. ხო, მე დავწერე პოსტი, ლევანის უთხრა რომ ესეთი სიტუაცია, ანუ ვეცდები რომ ხალხი მოვაგროვოთ რაღაცეები, ჩემო მეგობრებმაც გადააზიარეს და ნუ როგორც იქნა დადეს პოსტი, დაიდო. შემდეგ უკვე მიუხედიდანაც საკმაოდ მოყვა გამოხმაურება, ასევე დიუსელდორფიდან მოგწერეს. ოქტომბერში გვაქვს დიუსელდორფში შეხვედრა ჩანიშნული. ქალბატონ ნანასთან, ასევე ცეკვის ასამბლე აქვს და გველოდება და ეხლა მიუნხენშიც გველოდებიან საღამოსთვის და ასევე ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო. პირველ შეხვედრაზე ვილაპარაკოთ, რაც უკვე ჩატარებული გაქვთ. შეხვედრამდე რა თემები გქონდათ მოხაზული, ანუ რა თემებზე? ძირითადად, ეს ეხებოდა ემიგრაციას. ემიგრაციაში რა სხვადასხვა სტადიებს გადის ადამიანი, თუნდაც ემოციურად. მაგალითად, თუნდაც ელემენტარული რო ვიყოთ, რომ ადამიანი რაღაცა თუნდაც შიდა სივრცეშივე, საქართველოშივე ადგილს იწვლის ერთი სახლიდან მეორე სახლში გადადიოდეს, ისიც რაღაცნაირად ემოციურად მოქმედებს მასზე. და ეს ემიგრაციაში კიდევ უფრო მძაფრად განიცდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები იცნობდნენ თავის სხეულს. იმიტომ რომ სხეულს რეალურად ყველაფერი ახსოვს, ის სტრესი რომელსაც გადიხარ და ისიც ამაზეც ვისაუბრეთ ძალიან ღრმად და შემდეგ ლევანი მედიტაციაც ჩაატარა, სადაც მივიღეთ კაფიო პასუხები სხეულის რეაგირებაზე და ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ იყო მიმოწერები, სადაც აღფრთოვანებულები იყვნენ და წერდნენ, რომ პირველად ვიგრძენი, რომ აი მაგალითად მხრები მტკივა. მე ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობა მომწერა, რომ ძალიან მტკივა ფეხები და იქნებ ამიხსნა რატო და ნუ წინსვლის გეშინია მეთქი და კიო და ეს ექსტენსიური ფსიქოსომატიკაც საკმაოდ საინტერესო იყო, იმიტომ რომ რაც ჩავშალეთ ყველაფერი რაღაც ისე და ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად. რა კონტინენტი იყო მოსული თქვენთან? როდანაირი ასაკის იყო 40 წლის, 36, 35, 25, 22. ზოგადად საქართველოში აი ფსიქოლოგამდე გზა ძალიან რთული არის და ძალიან იშვიათად მივდივართ იქამდე, რომ პროფესიონალის დახმარება გვჭირდება რაღაცებში. აი ხშირია ხოლმე მაგალითად ესეთი მომენტი, რაც საქმიანო ფსიქოლოგი ვარ, გიჟების ექიმი ხარ? არა, ანუ
ესეც ასოციაციებს, მაგრამ ხო, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ყოველთვის რაღაც გიჟების ექიმი არა, იმიტომ რომ არ გვაქვს სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს საქართველოში სანამ ეს კლინიკური გამოხატულებები არ გამომშავდება ხოლმე, მანამდე ფსიქოლოგს არ მიმართავენ. ანუ რაღაცა მართლა ეგეთი დამოკიდებულებაა, რომ აი სანამ უკიდურეს ზომამდე არ მივა ადამიანი, მანამდე თulis რომ ფსიქოლოგთან არ რეალურად აქ ფსიქოლოგის დადის ფსიქოლოგთან. ეს არის თვითთერაპია, რომ რაღაცას, თუნდაც ერთი და იგივე საგანს ჩვენ უყურებთ, მაგრამ უყურებთ განსხვავებული რაკურსით, განსხვავებული სხვადასხვა ხედვით. შესაბამისად, ყველა ადამიანში არის ის უნარი, რომ აღმოვაჩინოთ და ამ რაღაცას, რომელიც იგივე მოვლენა თუნდაც ერთით ტკივილს იწვევს, მაგრამ იგივე მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა კარგი დადებითი ემოციები, რომელიც სასარგებლოა ისევ შენთვის. რაც არის ხოლმე რომ მე ჩემს ხელს არ ვიცნობ ჩემს ხელს ხო რატომ ტკივაი ხშირია ხოლმე აქ რატომ აქვს ბურთი გაჩხერილი რატომ აღრჩობს უჰაერობა რატომ აქვს ხო ანუ ამასაც არ აქცევენ ყურადღებას რეალურად და ეგზისტენციალური ფსიქოსომატიკა ასევე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი განხრა სადაც გვასწავლის იმას რომ ჩვენი უთქმელი ემოციები ჩვენს ხელზე აისახა მაგრამ სამწუხაროდ სანამ აი ბოლო ეტაპამდე არ მივლენ ვერ ღებულობენ გადაწყვეტილებას რომ აი ფსიქოლოგი მჭირდება თერაპია მჭირდება ხო აი მაგალითად გერმანიაში ერთ-ერთ კლინიკაში თერაპევტმა განკურნა სიმსივნით დაავადებული ადამიანი. იმიტომ რომ სულიან ადგურებს სხეულს, ემოციები მოგროვდა და ყველაზე სუსტი ადგილი რომელიც იყო იქ დაარტყა. საქართველოშიც რომ იყოს ვისურვებდი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია რომელიც მაგალითად იღუპება თუნდაც სიმსივნით. იმიტომ რომ რაღაც მოგროვდა და იქ სუსტი ადგილი იყო, სადაც მოძებნა მაგალითად სულმა და სხეულის განადგურება დაიწყო. ფინანსურადაც ძალიან ბუნების საგნად ითვლება რა, იმიტომ რომ ანუ იაფი არის ეს კონსულტაციები და ნახე კიდე რა მომენტია ის რომ ფასცეც რა, ესე იტყვიან ხოლმე თქვენთან ესე იაფი რატოა? მანდაც არის ეს ძირითადი პრობლემები ხოლმე, იმიტომ რომ სადაც ძვირია იქ უფრო მიდიან რეალურად, ვიდრე იქ სადაც მისაღები ფასია. ამ შეხვედრებზე ფულს იხდის ხალხი? არა, ჩვენ მე და ლევანიმ გადავწყვიტეთ, რომ სრულიად უსასყიდლოდ დავეხმაროთ 3 საათი. მგონი 3 საათიანი შეხვედრა გქონდა ხო? ამიტომ 3 საათიანი კი. სრულიად უსასყიდლოდ დავეხმარეთ, ასე ვთქვათ, გავისაუბრეთ. მაგრამ იმდენი თემები მოდის ხოლმე, ანუ პროცესში იმდენი თემა წამოვიდა, რომ აი რო დაჭდე ალბათ ერთი კვირა გადაბმულად შეგიძლია რომ ისაუბრო, ანუ რეალურად ხო, ერთი შეხედვით თითქოს და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ იმ კარგად ყოფნის უკან რეალური პროცესები მიმდინარეობს, რომლის გამოტანაც გვიჭირს. და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოში ძალიან ძველი ტრადიციებიდან გამომდინარე ემოციების გამოხატვა ჯულიმ აღნიშნა რომ ვიგროვდება ეგ კულტურაში არ გვაქვს და ბავშვობაშიც დასწავლილი აი მაგალითად არიტირო არ განიცადო და შესაბამისად ეს განუცდელი ემოციები რომელიც დაგროვდა და სადღაც არ წამოვიდა ილექება ჩვენს მეხსიერებაში რომელსაც მე გონება რა თქმა უნდა ილუზიურად განსხვავებული ფენებით არავს რადგან ფსიქიკისთვის ეს დიდი შოკია ну შესაბამისად მე განსხვავებულად ვიწყებთ ხოლმე რაღაცების ყურებას. ძირითად შემთხვევაში ვაკეთებ საკუთარ ინტერპრეტაციებს, რომელიც მე არარეალისტურად ჩნდება სხვადასხვა რაღაცეებში. შეიძლება რომ თქვა, რომ აი ქართველები დაუშვათ რაღაც სპეციფიური პაციენტები ვართ, ფსიქოლოგი. რადგან ქართველებს განსაკუთრებით განსხვავებული ეგო გვაქვს, განსხვავებული ეგო განსხვავებულად მუშაობს და ამავდროულად გვაქვს კოლექტიური არაცნობიერი განსხვავებულად ჩამოყალიბებული. პატარაერი ვართ, მუდმივად ომების ისტორია გვაქვს გამოვლილი და ნუ სასწავლებელში რომ მიდიხარ ძირითადად ისტორიას სწავლობ, რომ სადაც ტრაგიკულ რაღაცებს განიცდი და ეს ძალიან დიდად მოქმედებს ადამიანზე. მუდმივად პატარაერი რო ვართ, მუდმივად ვიღაცაზე ვიყავით დამოკიდებული დიდზე, ეს იყო ან რუსეთი, ან ამერიკა, ან ვიღაცა ყოველთვის ფარველს ვეძებდით. შესაბამისად, ეს კოლექტიური არაცნობიერიც ადამიანის ფსიქიკაში ილექება. და მეორე რაც ჩვევაში აქვს, ძირითადად ეს არის, რომ საკუთარ თავს სჯიან. თუმდაც არ აძლევენ უფლებას, რომ იყვნენ ბედნიერები. ქართველები კი, აი არ აძლევენ თავს უფლებას, რომ იყვნენ ბედნიერები. ანუ რეალურად არქეტიპები გვაქვს, ხო, რაღაც ყოველას იუნგისებრივად, ყოველას არის არქეტიპი და ქართველი ქალის, თუმდაც არქეტიპი არის დემეტრა, დამსჯელი დედის არქეტიპია, რომელიც საკუთარ თავს სჯის, თუმდაც და არა მარტო თავის შვილს, ხო, აი ყველანაირად ცდილობს, რომ ჩარჩოში მოაქციოს ყველაფერი, თუნდაც ის რომ განვიხილავთ სხვების ცხოვრებას. ესეც ერთგვარი ტრადიცია გვაქვს სამწუხაროდ.
ვიტყურო სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძირთადად ახლა ქართველებთან ვმუშაობ, მყავს საზღვარგარეთაც, მაგრამ ძირთადად უფრო საქართველოსთან ვცდილობ ხოლმე და ძალიან განსხვავებულები არიან, ძალიან განსხვავებულები არიან იმათთან, ვინც წლებია მაგალითად ევროპაში ცხოვრობს და რაღაც სხვა მხრივ განვითარდა. ესენი უფრო ღია არიან, მაგრამ ეს საქართველოში უფრო ჩარჩოებში არიან მოქცეულები. გერმანიისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება იყოს, რომ ყველა ადამიანი დანაშაულის შეგრძნობით იგრძრდება და ამათ თავიანთი პრობლემები აქვს და ეგ მე რაღაც კომპლექსებს აჩენს ცხოვრებაში და ძალიან ხშირად ურთიერთობებში ვატყობ ხოლმე გერმანელებს აი მაგ კომპლექსებს, რომ აი რაღაცნაირად თავს ვერ გამოხატავენ, იმიტომ რომ გონიათ, რომ მთელ კაცობრიობასთან დანაშაული აქვს და რაღაც ამათ თავიანთი პრობლემები აქვს და ყველა ერთს ჩემი აზრით რაღაც სპეციფიური პრობლემები ექნება. უბრალოდ აი ქართველებსთან უბრალოდ ხშირი შეხება რომ აქვს და რაღაც გონია რომ როგორც ერთს რაღაც ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან ბევრი პრობლემა წარმომიდგება თვალწინ, რაც შეიძლება იყოს და რაღაც ქართველებს რო არ ვლანძღავთ ამ ვიდეოში, მინდა და მეთქვა, იმიტომ რომ ყველა სპეციალიშორის ქართველებს გვაქვს ძალიან მაგარი ტრადიცია, რომელიც გერმანელმა ფსიქოლოგებმაც აი ესე როსტუმრობდნენ ქვეყანას შეაფასეს და ეს არის ქართული სუფრა. ეს ქართული სუფრა იმდენად არის თემატურად დალაგებული, აი პირველი არის მაგალითად მშვიდობა რა. მშვიდობა ის რომ ადამიანმა პირველი თავად თუ არ იქცნოს სიმშვიდე შიგნით, ანუ ის სხვაგანაც ვერ წავა. ის რაღაცა უფლის ადგილზე, რომელიც შინაგან რწმენას ეხება, იქ დედმამიშვილები, დედა, მამა, მშობლები, წინაპრები, წარსულები, ანუ ის წარსულებიც ემოციურად ის ძველს შინაგანს რაც ემსახურება, ისიც გასაშვებია. შესაბამისად, ქართული სუფრა სრულიად აგებულია ამ ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე, რადგან ყველაზე ღირებული რაც გაგვაჩნია ეგ არის. მაგრამ აქ არის მეორე რაღაცა, რამდენად გულწრფელები ვართ ამ ქართული სუფრის დროს. და იმ საზღეგრძელოების დროს. ერთია რაღაცას ვამბობთ და მეორეა რამდენად საკუთარ თავთან გულწრფელად ვამბობთ ამ ყველაფერს. რამდენიღაცა ჭიქის მერე მე მგონი მერე იხსნება. ამ შეხვედრაზე რა თემები წამოიჭრა, რაც პრობლემატური არის ქართველი ემიგრანტები. რაც წამოიჭრა ადაპტაცია, პირველ რიგში რაზეც ყველა საუბრობდა, ეს იყო ადაპტაცია. ზოგისთვის მარტივი აღმოჩნდა, ზოგისთვის რთული აღმოჩნდა, მაგალითად 16 წელი, რომელიც იმყოფება გერმანიაში. ფულინგი თუნდაც ხო მიუღებლობა, ნუ აქ უკვე სხვადასხვა საკითხებიც იყო. მაგრამ ძირითადად ადაპტაცია იყო ერთ-ერთი უმთავრესი. მაგ თემას მიფიქრია და აი ადაპტაციის მომენტი ისეთი იყო, რომ ჩამოვედი გერმანიაში, მგონია რომ რაღაც მომენტში ჩემი თავი დავკარგე და მე ვისიამოვნე იმ პროცესით, რომ ჩემ თავს ვეძებდი და ვიპოვე. აი გზა გავიდა და მე მგონია, რომ ყველა ემიგრანტი გადის. ყველას სხვადასხვანაირი აქვს. აი ეგ არის მესამე ფაზა, როდესაც დაბნეულობა შემოდის, საკუთარ თავში ჩდება კითხვები, ვინ ვარ, რა მინდა რას წარმოვადგენ, ანუ რა ვიყავი, იქ რა ვიყავი და ეხლა აქ რა ვარ. შესაბამისად ეგ არის მესამე ფაზა იმ ემიგრაციის, სადაც დაბნეულობა კაფიოდ გამოიხატება ხოლმე შინაგანი კითხვებით. და ნუ მეოთხე ფაზა არის უკვე სწავლება, სადაც უკვე სწავლობ, სადაც როგორ მოერგო ინტეგრაციისთვის რეები გჭირდება, იქ უკვე ენას ითვისებ, იქ უკვე ურთიერთობებს იმათ მენტალობას სწავლობ და ნუ ინტეგრაციისთვის ამზადებ საკუთარ თავს. ამიტომ ეგ პროცესები, რასაც გადის ემიგრანტი ამ გზაზე, არის ძალიან ბუნებრივი. და არ არის არც ერთი მარტო, ანუ მაგ პროცესში. ყველა ადამიანი შინაგანად გადის მაგ პროცესს. არავის არ ქონდეს წარმოდგენა, რომ აი მარტო მე გადამხდა ეს, ან ყველას გადახდა. მაგის გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ყოველთვის, რომ არ ხარ ერთადერთი და განმეორებელი თუ განსაკუთრებული, რომელსაც რაღაც ისეთი პრობლემები აქვს ცხოვრებაში. მე ინტერვიუებიდან მივხვდი, რომ ძალიან ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს გერმანიაში და უშუალოდ სავარაუდოდ ზოგადად ემიგრაციაში ადამიანებს და უბრალოდ როცა მარტო ხარ, სადღაც ჩასული, ძალიან მარტივია, რომ წარმოიდგინე, რომ რაღაც უბედური ხარ და შენ თავზე არის ეს ღრუბელი მარტო და დაგვხვდება ყველგან. რეალურად ჩვენი ტვინის ფუნქცია მუშაობს ასე, რომ ნეგატივისკენ უფრო არის მიდრეკილი, ვიდრე პოზიტივისკენ, იმიტომ რომ რაღაც თუნდაც შეუძლია მაგათაც ჩვენმა ტვინმა მოიგონოს რაღაც მოგონება, მოთხზას რაღაც. ეს ჩვენი ტვინის ფუნქცია მუშაობს ასე რეალურად, რომ უბედური ვარ, ცუდად ვარ. იმიტომ რომ რაღაც სადღაცას ქვეცნობიერად მსხვერპლის როლსაც ვირგებთ, რეალურად, იმიტომ რომ რაღაც
ისეც ალბათ გენერირებს. მან დავამატებ, რომ ეგ ქართველებს მენტალურად დაყვება, გამომდინარე იქიდან, რომ აი ელემენტარული საინფორმაციო გადაცემა რო აიღო, 50 წუთი ნეგატივი და სადღაც ბოლო 10 წუთი რაღაც სპორტული ღონისძიება ხოლმე, რაღაცა ისეთი, რომელიც უცებ ჩაიგდეს. შესაბამისად, ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობა ამ ნეგატივით იმართება და ადამიანი რასაც ისმენს, რასაც ხედავს, მე ის გონია რეალობა და ის გონია ნამდვილი. ამიტომ აქ არის რაღაცა შინაგანი საზღვრების გაშლა, მაგიტომ არის აუცილებელი, რომ ის გერმანელიც შემოუშვა, ისიც ადამიანია და ისიც მიიღო რაღაცა შენიანად და შესაბამისად იმას რო უშვებ, ინტეგრაციის პროცესი უფრო მარტივად ჩქარდება. პირველი ინსპირაცია, სადაც მივიღეს ემიგრანტებთან მუშაობა, იყო ესეთი დღე, როდესაც მატარებელში ვიჯექი მივდიოდი სამსახურში და ქართველი პიროსმანის ქურთუკი მაქვს და საქართველოს დროში აქვს წინ და ქართველი ხარო და კი გავესაუბრე და როგორ ხართ მეთქი, რა ვიცი, კარგად და მთელი თავის ისტორია მომიყვა 15 წუთში, რამდენად უბედურია, როგორ ცუდად გრძნობ თავს, როგორ უჭირს ამ ქვეყანაში და ვკითხე აქ რატო ხართ? მინდა რომ ბევრი სახლი ვიყიდო. პასუხი ასე მივიღე. რამოდენიმე სახლის ყიდვა მინდა, რომ შემდეგ სიბერეში რო ჩავალ საქართველოში, სიბერე მქონდეს უზრუნველყოფილი, ხო? ნუ აქ არალეგალურად იყო, რა თქმა უნდა და შემდეგ ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც დავიჭირეს, იყო ის, რომ მე გავყინეს საკუთარი ემოციები იმისთვის, რომ გადავრჩე. მე ჩემს შულს ვურეკავ დღეში სადღაც 3 წუთი, მეტი არა. და კითხვა გამიშთა ასეთი, თქვენი შვილი თავს როგორ ხსნობს? არ ვიცი. და უბრალოდ მომინდა რომ მაგ ბავშვთან მემუშავა რეალურად, იმიტომ რომ წარმოვიდგინე მისი მენტალური მდგომარეობა, რეალურად დედა, რომელიც წამოსულია, რომელიც მთელი თვის განმავლობაში რაღაც ევროებს უთვლის, მაგრამ რეალურად იმ ბავშვს ეს ფინანსები არ ჭირდება, იმ ბავშვს ჭირდება რაც ემოციური მზრუნველობა, ხო? იმიტომ რომ როცა იზრდები, ის ფინანსები მიდის და ემოციური მზრუნველობა რჩება რეალურად. და ეს იყო ერთ-ერთი ინსპირაცია, რომ კარგად ვარ, მაგრამ 15 წუთი მხოლოდ ნეგატივს უსმენდი. ანუ რეალურად ეს ახმაც არა. ამ პროცესში გვავიწყდება, რომ აი ეს თუნდაც სახლის სურვილი, თავარი სახლი არის ჩვენი სხეული. ის რეალურად სადაც ვართ და ეს თუ არ გვაქვს შიგნიდან დალაგებული, დამშვიდებული, დაბალანსებული, მე გარემოშიც რა თქმა უნდა გვიჭირს ადაპტაცია. იმიტომ რომ გარემო ყოველთვის განსხვავებულ რაღაცებს გთავაზობს და შიგნიდან უკვე თუ ქაოსით შედიხარ, ყველაფერი შენთვის ქაოსური ხდება გარემოში, რომელიც ადაპტაციის პროცესს ართულებს. ამიტომ ყოველთვის რაღაცა ცხოვრება იწყება ჯერ საკუთარი თავიდან, საკუთარი სიყვარულიდან, რომელსაც შიგნით აღმოვაჩენთ ადამიანები. აი კიდე თვითმფრინავზე ვიტყვი, რომ აი ეს პროცესი იქ სწავლებას გადიან, ნუ სანამ აფრინდება, ყველას ეცოდინება, გამოვლილი ექნება, რომ ნუ კრიტიკულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს და იქ არის ბუკლეტი რო ნახე, პირველი რა არის, ანუ შობელი ეს ნიღბები რო იყრება რა, შობელი ჯერ მშობელმა უნდა გაიკეთოს თვითონ და მერე უნდა გაუკეთოს თავის შვილს. და საქართველოში ეგ არ გვაქვს. საქართველოში მშობლებს აქვს ის, რომ აი შვილი და საკუთარი თავი ავიწყდებათ ადამიანებს და რეალურად ცხოვრება ყველა ადამიანისთვის იწყება საკუთარი თავიდან. მე თუ არ ვარ დალაგებული, ხო? შენ როგორ დაგეხმარები რომ დაგალაგო, ხო? ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ ჯერ პიროვნულად ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ანუ რაც უფრო უკეთესად იგრძნობ თავზე, რაც უფრო უკეთესად იქნები, უკეთესად შეძლებ იმ შვილის დახმარებასაც, იმ შენი საყვარელი ადამიანების დახმარებასაც და ყველაფერს. ამიტომ ყოველთვის აი ეს შინაგანი სახლი გვავიწყდება ხოლმე, რომ თავარი პროცესები ჯერ იქ მიმდინარეობს. ხო, ანუ აქედან უნდა დაიწყო, იმიტომ რომ ბედნიერი დედა, ბედნიერი შვილი. ხა დავსვი შემდეგ ამ ქალბატონთან და თქვენ როგორ ხართ? მე კარგად ვარ და მართლა როგორ ხართ თქო და აი მართლა როგორ ხართზე მე დავინახე ადამიანი, რომელსაც ნიღაბი მოიხსნა, ერთგვარი რაღაც ნიღაბი დაჯდა და უბრალოდ დაიწყო ტირილი. ჩემთვის არაზროს არავის არ უკითხავს მე მართლა როგორ ვარ. ანუ ესეც თუნდაც როგორ ხარ, კარგად ვარ. ხო, რეალურად ხომ შეგვიძლია ერთმანეთს უთხრათ, რომ ცუდად ვარ, რაღაც მაწუხებს, მაგრამ იმდენად გვერიდება თუნდაც ის, რომ ვერ ვუთხრათ, რომ ცუდად ვართ. და დღემდე მახსოვს, მაქვს ამ ქალბატონის კონტაქტიც, დღემდე მახსოვს, რომ ზოგჯერ წერს ხოლმე და მეუბნება, რომ ერთადერთი ადამიანი იყავი, რომელსაც მითხრა
მართლა როგორ ხართ. აი ესეც არ გვაქვს, ანუ ვერ ხვდებით თუნდაც ერთმანეთის ემოციებს, ვერ ხვდებით. მithumetes ემიგრაციაში ძალიან რთულია, რომ ყველა გადარბენაზეა, ყველა რაღაც თავის საქმეზე არის ორიენტირებული და არც არია სხვისთვის, მაგრამ აი თუ დავუთმობთ რამოდენიმე წამს ერთმანეთს, თუნდაც იმისთვის, რომ უბრალოდ მოვიკითხოთ ერთმანეთი და მართლა კარგად ხარ, ხომ არაფერი გჭირდება. აი აქ უფრო გაგვიმარტივდება. რეალურად აი кейსები, რომლებიც მქონდა, ყველას ერთი რამ აერთიანებს, ეს იქნება ემიგრანტი თუ უბრალოდ საქართველოში მაცხოვრებელი, ყველას უბრალოდ აკლია სიყვარული. პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული, შემდეგ უკვე გარემოს სიყვარული. და აი ეს არის, რომ ძირითადად თუნდაც ეს ქალბატონი მთელი პასუხისგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ყველას პასუხისგებლობა, მთელი ოჯახის პასუხისგებლობა, იმიტომ რომ უნდა რომ იყოს მნიშვნელოვანი ვიღაცისთვის, მაგრამ საკუთარი თავისთვის არ არის მნიშვნელოვანი. თერაპია ხო, როცა ტარდება, პირველი ხარ შენს ემოციებზე იფიქრე, არ გაუფასურო შენი ემოციები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციები, თუნდაც ცოდნა ხო, რას განვიცდი, მაგრამ აი ბევრი აუფასურებს, თუნდაც ემიგრაციაში ხო, კარგი რა გატირებს, გაივლის მალე მორჩები ამ ყველაფერს. აი ეგ უკვე აუფასურებს და მე უკვე აღარ აქვს იმედი აღარ აქვს. ხო და ამ ქალბატონს როცა უთხარი ან დაწოლიდან დაძინებამდე ის ერთი წამი გულახდილობაში გამოიყენეთ, ასეთი რაღაც მითხრა რომ ცხოვრების ამ ეტაპზე და შემდეგაც ვიცი რომ პატრონი არ მეყოლება. ვიცი რომ მომიწევს ჩემი სიბერის თუნდაც უზრუნველყოფა, ხო და ამ ყველაფერს ამიტომ ვაკეთებ. ესეც ძირითადი ის გვაქვს რომ უნდა ვიშოვო, იმიტომ რომ სიბერეში მარტო არ დავრჩი. იმიტომ რომ მოგვეხსენება რომ საქართველოში მithumetes პენსია რაღაც 365 ლარია. აი მანდ უკვე სახელმწიფოს როლი შემოდის, რომელიც არ არის რაღაცა ჩასაბუ. ეს რაღაც მიუნხენის ქალაქში ვსეირნავდით და მოხუცები რაღაც ფესტი იყო, ფესტივალი იყო, ვიდეო მაქვს და ჩაგიგდებ ლევან თუ გინდა. მოხუცებიც ეკავდნენ და ვუყურებდი ლევანის როგორი სახით იდგან მის სახეზე რამოდენიმე ემოციას ერთდროულად ვკითხულობდი. პირველი იყო გაკვირვება, იმიტომ რომ ახლა პენსიონერი ხალხი ცეკვავს რაღაც ერთობა და მეორე იყო რაღაც მოწყენა, გულის ტკენა ვიგრძენი და მივხვდი საიდან მოდის და შემდეგ ამაზე ვისაუბრეთ და ეს იყო ის რომ სამწუხაროდ საქართველოში მოხუცებს არ აქვთ ასეთი სიბერე. თუ ამ ვიდეოს მოусმენთ, ვისურვებდი რომ მსგავსი სიბერე ქონდეთ და მსგავსად იყვნენ, იმიტომ რომ ხშირად ტკივა ხოლმე და რეალურად ძალიან წყდება ხოლმე გული, რომ საქართველოში როცა ჩავდივარ, მოხუცები ლიმონს ყიდიან, ყვავილებს ყიდიან და აქ გერმანიაში მოხუცებს უზრუნველყოფილი სიბერი აქვთ, ხო? აი ესეც არის, რომ რეალურად მერე ჩამოდიან გერმანიაში, საქართველოსთან, რაღაც ახალგაზრდა ასაკში და შრომობენ იმისთვის, რომ კონდეთ სამომავლოდ რაღაც და კარგავენ რეალურად, კარგავენ დრო რეალურად ილუზია, მაგრამ ნუ კარგავენ იმ თავის წლებს. ისინი არ ქმნიან დაკარგულ წლებს, იმიტომ რომ რაც ფინანსებზე არიან გადართულები. რეალურად არ იყვნენ უზრუნველყოფილები, მაგრამ არ ვიცი როგორ ხდება ეგ, ალბათ ეგეც კულტურის ნაწილია, რომ რაღაც მომენტში სწავლობ იმას, რომ შენ თავზე უნდა იფიქრო და შენ თავს დრო უნდა დაუთმო და ამათ ძალიან კარგად აქვთ ეგ გააზრებული და აი ხო, პირადი სივრცე, რომ ანუ კი რაღაც ოჯახის ნაწილია, შვილები ყავს, შვილები ყავს და მაგრამ თავის თავს აუცილებლად უთმობენ დროს. ბარებში, კლუბებშიც ძალიან ხშირად ხვდები. ეგ ერთობიან უბრალოდ და რომ უყურებ მეც იგივე შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ წარმოვიდგენ ანუ როგორ არიან მაგასაკში საქართველოში საკუთარი თავისთვის დრო არ რჩებათ და აი ხარა საკუთარი თავისთვის დრო ამასაკში თუნდაც 30 წლის ვარ რეალურად და აი თუნდაც 30 წლის ასაკში 26 წლის ასაკში საკუთარი თავისთვის ვერ იციან და სადმე რომ მიდიან ხო აი მაგალითად გასართობათან რაღაც მსგავსი კიდევ ფიქრობენ იმაზე რომ ეხლა ეს თუ დავხარჯე მე მაგათაც საქართველოში ამდენს ვერ გავაგზავნე პასუხისგებლობა აქვს მეტისმეტად საკუთარ თავზე აღებული საკუთარი თავის პასუხისგებლობა აღებული პლუს ამას ოჯახის სრული პასუხისგებლობაც აქვს აღებული. ანუ აქაც როლები არეული, აქაც როლი აირია. და აი კითხვაზე ყოველთვის ხოლმე ესეთ კითხვას სხეულის რა ნაწილი გტკივათ. იმიტომ რომ ძალიან მომწონს ანუ ეგზისტენციალური ფსიქოსომატიკა ძალიან მომწონს და ძალიან გართული ვარ ასე ვთქვათ ამით და აი ხერხემალი ძალიან მაწუხებს და კითხვაზე პასუხისგებლობა ბევრი გაქვთ აღებული თქვენს თავზე, იმიტომ რომ ხერხემალი ხო საყრდენია და აი მე საიდან მივხვდი
მე მივხვდი, მაგრამ თქვენც მინდა რომ მივხვდეთ, რომ თქვენს სხეული თუნდაც ის რომ ბეჭები გტკივათ, თუნდაც ის რომ გახველებთ ხშირად, ხო, რაღაც სპაზმებშია გადართული უკვე ეს ყველაფერი, ეს არის მიუღებლობა, აი იხრჩობი, თუნდაც ის რომ ვერ ადაპტირდები, ხო? აი თქვენი სხეული გაძლევს სიგნალებს. შესაბამისად, აი ვისურვებდი, რომ ემიგრანტებთან თუნდაც როცა შევხვდებით, ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, რომ სხეულს მოусმინონ. მე მაგათაც რომ მოვდიოდი ემიგრაციაში, ან გერმანიაში, მქონდა ის მომენტი, რომ ჩემი მშობლები როგორ იგრძნობენ თავს უჩემო და რაღაც მომენტი მქონდა რომ ტოვებ, მივატოვებ, რაღაც მარტო დარჩები, რაღაც დეპრესია იქნება და რაღაც ეგ თემები ხელს მიშლიდა თავიდან წამოსვლაში და მე რაღაც მომენტში გავიაზრე რომ მე მჭირდება გერმანიაში წასვლა იმისთვის რომ ფსიქოლოგიურად უკეთესად ვიგრძნო ჩემი თავი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მივხვდი რომ საქართველოში ბედნიერია. ზუსტად. აი ანალოგიური და მეც როცა მოვდიოდი გერმანიაში დედაჩემი რაღაც როცა უთხრა გერმანიაში ყველას ვინც მოდის აქეთ რაღაც მომენტში თითქმის ეგ მომენტი აქვს რომ მშობლების დატოვება უჭირს და მშობლები იმდენად არიან შვილზე დამოკიდებულები რომ გიჭირს გონია რომ რაღაც ღალატობ თუ რაღაცა ეგეთი საკუთარი თავის დანაშაული და ყველაზე ცუდი განცდა ეგ სადაც რეალურად დამნაშავი არ ხარ და საკუთარ თავს იდანაშაულებ. მე რაღაც მომენტში უბრალოდ გავიაზრე რომ მე რო გერმანიაში წამოვიდოდი და იმ ჩემს რაღაც სურვილს თუ ოცნებას ავისრულებდი, იმდენად კარგად ვიგრძნობდი თავს, რომ პირიქით ან მაგ შემთხვევაში უფრო კარგად იქნებოდნენ ჩემი მშობლები, იმიტომ რომ ეცოდინებოდა რომ შვილი ბედნიერი ყავთ და კარგად გრძნობს თავს ხვდები და ანუ რო დავჩენილიყავი იქ საქართველოში, შეიძლება ან ისედაც რაღაც ისე მივდიოდი რა დეპრესიისკენ, იმიტომ რომ რაღაც ჩემი საქმე ვეღარ ვიპოვე რაღაც მომენტში და გავჩერდი ერთ ადგილზე და არაჯანსაღი მიჯაჭულობა არის ეგ რეალურად. ქართულ ერში გვხდება ხოლმე არაჯანსაღი მიჯაჭულობა. თუნდაც ქვეყნისადმი გვაქვს არაჯანსაღი მიჯაჭულობა. ნუ ვართ უცხო ქვეყანაში, მივიღეთ ეს ქვეყანა, მოგცა ამ ქვეყანამ რაღაცები, ხო, ასე ვთქვათ და კიდევ მიჯაჭულები ვართ ხოლმე საქართველოს. აი გვიყვარს ეს ტრაგედია. საქართველოს ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ამ სამთოში ერთხელ საქართველოში ვარ, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ეს ტრაგედიას როცა ვუქმნით საკუთარი თავისთვის და ყოველთვის ცუდად ვართ, ხო, აი საქართველოს გარეშე არ შემიძლია. აქაც არაჯანსაღი მიჯაჭულობა ხდება, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, საქართველოში ესე იყო, რომ მშობელი ყოველთვის იყო მიჯაჭული ბავშვზე. პირადად დედაჩემი მაგალითად, როცა მოვდიოდი გერმანიაში, ერთი კვირა ტიროდა. ერთი კვირა იყო ცუდად. და იმის გამო რომ ცუდად არ გახდეს, ანუ არ წავალ, მაგრამ მე გავაანალიზე რომ გაუვლის ზოგჯერ ეს ჯაჭვი რომელიც გადადის, ხო, უნდა მოჭრა სადღაც, იმიტომ რომ შენს გადასცემს სამომავლოს შენ შვილს იგივეს ამ არაჯანსაღ მიჯაჭულობას, ხო, აქაც ნუ საზღვარი ირღვევა, რა თქმა უნდა, უკვე როგორც ბავშვის, ასევე მშობლის. აი სწორედ წეგანაც აღნიშნე დემეტრა, ქართველი დედის არქეტიპი, არის სწორედ ეგ არაჯანსაღი მიჯაჭულობა, რომელიც წარმოიდგინეთ დემეტრა იყო ქალღმერთი, რომელიც თავის შვილებს ვერ უშვებდა და ესე საშოში უკან იბრუნებდა. ისთვის რომ შეეგრძნოს გადაგვარჩინა სადღაცას მედიას არქეტიპით შემოდის ქართულ ქალში, ხო? სადღაცას მედეამ თავისებურად გადაგვარჩინა, მაგრამ დემეტრა მაინც გვეკაჩება სამწუხაროდ უკან ესეც ჩავთვალ მას რომ იუნგმა მოგცა არქეტიპები, იუნგმა მოგცა ჩრდილი ადამიანში ყველაში არის, ზოგს აქვს სამშვილის მიმღებლობა, ზოგს არა, ასევე ანიმე და ანიმუსი. ამიტომ აი თავარია იცოდეს შენ შიგნით რა ხდება, რა პროცესებს გადიხარ, ემიგრაციაში შეძლებ ადაპტირებას, თუნდაც ემიგრაციაში შეძლებ იყო ის ვინც ხარ, ანუ მოირგო თუნდაც დროებითი როლი ამ ქვეყანას მოერგო, იმიტომ რომ რეალურად რთული ქვეყანაა სადღაცას, ხო, მაგრამ აი ის რომ დავტირით ყოველთვის, ვტირით, ხო, აი რაღაც საქართველო გვაქვს, საქართველო, ხო, მიიღეს მოცემულობა, იმიტომ რომ თვით გოემაში ვარდებიან, თვით ტანჯვაში ვარდებიან და შემდეგ უბრალოდ ხდებიან ფსიქოლოგიურადაც ცუდად, ეგზისტენციალურადაც ცუდად და შემდეგ უკვე ხდება სრულიად ორგანიზმის განადგურება. აქ უკვე თვით განადგურება ხდება გლოვით. ან მაგ თემებზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი თქვენთან ესე პირისპირ და მაგის საშუალებით ჰანოვერში ჩამოვალთ. და საშუალებით ძალიან მაგარია და ჰანოვერში მე ვეცდები რომ ჩამოხვიდეთ ყველანაირად და ზოგადად მგონია რომ ქართველებს აი კომუნიტის ძალა რასაც ქვია მაგ მიმართულებით პრობლემები გვაქვს იმიტომ რომ განმიცდია პირადად რამხელა ძალა აქვს აი თურქულ კომუნიტის მაგალითად რამხელა ძალა აქვს თურქეთში. კი.
განიცადე აი ნებისმიერი ქვეყანას აქვს ერთ კომუნიტი თურქეთი, არაბეთი, ანუ ერთმანეთს გააქვთ სხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანია რომ ემიგრაციაში სწორედ ეგ კომუნიტი იყოს ძალიან ძლიერი და ერთმანეთს უნდა დაეხმარონ მან გონია რაღაც სპეციფიურ პრობლემასთან მივიდივართ, რატომაც არ გვაქვს ძლიერი კომუნიტი ზოგადად, იმიტომ რომ მე პირადად ანუ აი ამ ვიდეოებიდან გამომდინარე ფაუსტი რაც დავიწყე, ხშირად ვაწყდები, როგორ დაპირისპირებებს ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩამწერია მოცეკვავეები და უშუალოდ ჩამწერია მომღერლები, რაღაც სხვადასხვა კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები და მე ვიღაცები რაზდებიან, გაიგე? და ერთმანეთს ხვდები რომ დაპირისპირე, ან ჯანსაღი კონკურენცია არა. ქართველებს არ გვაქვს ეს ჯანსაღი კონკურენცია. ანუ არ გვაქვს ერთმანეთის მიმღებლობა ისეთებად როგორებიც ვართ. აი კიდევ ემიგრაციაში ხშირია ალბათ ადიქცია, დამოკიდებულება ალკოჰოლისადმი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ხდება ხოლმე ემოციების გადავადება, თუნდაც რაღაცით გადაცვლა, ხო? ესეც არის გაქცევა რეალურად, როდესაც რეალობას თვალს ვერ უსწორებ და რაღაცაზე ხდები დამოკიდებული ერთხელ თუ დალიე, იმიტომ რომ მქონია შემთხვევები, როდესაც მქონია ადიქციასთან პიროვნებასთან მქონე ადამიანთან შეხება, რომელიც რეალურად კითხვა დაუსვი, რატომ, რა მოხდა, ხო? ეს ყოველთვის ჩდება ხოლმე კითხვა რა მოხდა და მისი პასუხი იყო, რომ იმდენად გაუსაძლისია ეს ქვეყანა ჩემთვის, რომ ერთადერთი ნუგეში არის ალკოჰოლში. ესეც ნახეთ, საკუთარ თავს ნუ აიძულებთ, თუნდაც იმიტომ რომ რეალურად მანდაც აიძულებენ საკუთარ თავს, რომ დარჩნენ აქ, თუნდაც იმიტომ რომ მე დავკარგე საქართველოში სამსახური, აქაც მოვედი, აქაც ვერ ჩამოყალიბდი, ვერ მივიღე თუნდაც ის, რასაც ვეძებდი და ჩემი ნუგეში იქცა ალკოჰოლში. ხო, აი მანდაც შემოდის მოლოდინი. მანდაც შემოდის, რომ საქართველოდან სანამ წამოვიდოდნენ ემიგრაციაში, ქონდათ რაღაცის მოლოდინი. მოლოდინმა ვერ გაამართლა და რაღაცაზე გახდნენ დამოკიდებული, ხო? აქაც, როდესაც ხვდებიან, რომ რაღაცაზე ხდებიან დამოკიდებულები, ხო, მარტივია. კი, რთულია საკუთარ თანანამის აღიარება, მაგრამ მარტივია თუნდაც მზარი ფსიქოლოგთან, თუნდაც ზარი მეგობართან, რომელიც ურჩევს, რომ აი, მიდი ფსიქოლოგთან ის დაგეხმარება, იმიტომ რომ ამით რეალურად საკუთარ თავსაც აზიანებენ, შემდეგ ხდება ასეთი რაღაც შური. ამის წინებზე ერთ-ერთმა ქალბატონმა სცენად შემდეგ საღამოს ვატარებთ, ესეთი სიტყვა, მკითხა ესეთი რაღაც, რომ აი ხშირია ხოლმე, როდესაც არის კამათები და არ ვიცი როგორ ვქნა, იმიტომ რომ თავიდან არიან ყველა ერთად კარგად და შემდეგ უკვე იწყება ჩხუბი, კამათი, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. მანდაც თუ არ ხარ თვით რეალიზებული, ყოველთვის პროექცია გერთვება, მაგალითად იმ ადამიანის მიმართ, ვინც შენზე რაღაცით არის უკეთესი, ხო? აი აქაც ადარებენ ხოლმე ერთმანეთს, აქაც არ შეიძლება შედარება, იმიტომ რომ შედარალდები ისევ. და მაგ დროს ადამიანი შედის რეალურად არაჯანსაღ კონკურენციაში, სადაც რეალურად კი არ ცდილობ, რომ აი ეს რომელიც მაღალ დონეზეა, იმ დონეზე ახვიდე, პირიქით ცდილობ, რომ ის ჩამოიყვანო შენ დონეზე, რომელიც რეალურად გარემოს აბინძურებს. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა სწორედ შეძლოს არა ის, რომ ის სხვა დაწიო შენ დონეზე და ამით რაღაც აგრესია და ის გამოიწვიო და გარემო გაუსაძლისი გახდეს. ეგ საკუთარ თავში აღმოაჩინო შენი პოტენციალი და სწორედ განვითარდი აქამდე. და აქ არის ხოლმე ერთი ძალიან ხელშემშლელი ფაქტორი, რომელიც წარუმატებლობასთან ასოცირდება, ეს არის წარუმატებლობის შიში და ეს სწორედ ეს შიში აფერხებს ხოლმე ყველაზე ძლიერად ადამიანს, იმიტომ რომ ეშინია თუ რაღაცა ესე არ გამოუვა, თითქოს ის კარგი არ არის და ხშირად ურჩევნიათ ხოლმე რომ სრულიად უმოქმედობაში გაჩერდნენ, უმოქმედობაში დარჩნენ, ვიდრე გაბიჯები გადადგნენ. ამიტომ ვიტყვი რომ ანუ შეცდომების არ უნდა გვეშინოდეს, ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია. ჩემი საყვარელი გამოთქმა არის რომ ხეს თუ უნდა რომ ტოტებით ცას მიწვდეს, ფესვებით ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდესო რა და ზოგადად საქართველოში ისევ იმას დაუბრუნდები რომ ზედმეტი მზრუნველობა ხო ხშირად ხელშემწყობი ფაქტორია იმისა რომ აი ეს დამოკიდებულება კი არ ჩამოშორდეს. პირიქით სტაბილურ მდგომარეობაში თითქოს მშვიდად ილუზიურად გაგრძელდეს. აი ეს არქეტიპულად დედების დახმარება, რომ აი ჩემს შვილს ეს სჭირდება, ჩემს შვილს ის უნდა, ჩემს შვილს უნდა, რეალურად ხელშემწყობი ფაქტორია, რომ იმან დამატებით მიიღოს ის რაღაცა. ამიტომ ჩვენ ადამიანები ტკივილს გაურბივართ, როდესაც რეალურად ტკივილი არის ერთადერთი შინაგანი ზრდის პროცესი.
აი მაგალითად, თუნდაც კუნთი რო წარმოვიდგინოთ და კუნთი რო გვინდა რომ გაიზარდოს, ამისთვის ხომ უნდა ივარჯიშოთ და რო ვარჯიშობ, შემდეგ პროცესი არის ტკივილი. და რეალურად ტკივილის პროცესში იზრდება კუნთი. ჩვენი შინაგანი მენტალური მდგომარეობაც ეგრეა. ანუ ადამიანმა სადღაც ის ტკივილის უნდა განიცადოს, არ უნდა გავექცეთ ამ ტკივილს. უბრალოდ თავარი აქ არის რომ ვისწავლოთ არ დავრჩეთ ამ ტკივილში. ანუ სადღაც რო ჩავალთ, არ დავრჩეთ და ვისწავლოთ იქიდან მერე სწორი ნაბიჯების გადადგმა. დავისწავლოთ, თუნდაც ის კალათბურთის სროლა ვისწავლოთ, თუნდაც ჩავარდება თუ არ ჩავარდება. იმიტომ რომ ის უკვე გამოცდილებად მოდის ცხოვრებაში. ამიტომ დამოკიდებულებაშიც გავსად ხდება, რომ ჩვენ ქვეყანაში ბევრად მეტია რაღაცა ალკოჰოლის მოხმარება, სოფლიოში მეორე თუ მესამე ადგილზე ვართ ალკოჰოლის გამოყენებით. წარმოიდგინე, ამ პატარა ქვეყანაში, ამ პატარა მოსახლეობაში მეორე მესამე ადგილი. და ეს ძალიან კრიტიკული ნიშნულია ამ ყველაფრის და ეს მარტო ალკოჰოლს არ შეეხება. ჩემ პირად გამოცდილებაშიც მაქვს დამოკიდებულება, არის ლუდომანია, სადაც კაზინოებია უამრავი. ქვეყანა არის ძალიან ბევრად ხელშემწყობ ფაქტორებს უქმნის ადამიანებს იმაზე, რომ დამოკიდებულება უფრო გაძლიერდეს. ამიტომ აქაც არის გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური რაღაცები, გადასახარისხებელი შეხედულებები და მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ადამიანზე მოდის და ადამიანმა უნდა ისწავლოს ამ ყველაფრისგან თავის არიდება, თავის დაცვა, ჯანსაღად, რომ შეძლოს კიდევ და კიდევ უკეთესად რეალიზაცია. კულტურაშიც გვაქვს, რომ ყველა საქმეში ბრძენი ვართ. ანუ ყველა საქმეში რეალურად ბრძენი ვართ, მაგალითად რჩევა, რომელსაც ემიგრანტებს ხშირად აძლევენ ხოლმე, მე შენს ადგილას ასე მოვიქცეოდი. მე შენს ადგილას ასე ვიზავდი. რეალურად ჩვენ მის ადგილას არ ყოფილვართ. ჩვენ არ გვცმია მისი ფეხსაცმელი და ჩვენ არ გაგვივლია მისი გზა, ხო? შეიძლება მეც ემიგრაციაში ვარ, შენც ემიგრაციაში ხარ, მაგრამ მე და შენ სხვადასხვა განცდები გვაქვს. აქაც უნდა თავი შევიკავოთ ჩვენი აზრის, ესე მე შენს ადგილას, ეს უკვე მისი გაუფასურება, მისი ემოციური მდგომარეობის გაუფასურება და დაკნინება თუნდაც და დაცინვა, ხო? მან უკვე ეგოს ფარსი ირთვება, იმიტომ რომ შუს ეგოს აქვს ესეთი რაღაც გასაოცარი ფუნქცია, რომ აი ყოველთვის როცა ვხედავთ რომ ვიღაც თუნდაც ალკოჰოლიკია, ხო? მე არასდროს დავიწყებდი დალევას. ეგოს ფარსი, იმიტომ რაღაც სამყაროსგან ვიღებთ თავდაცვის კრედიტს, ასე ვთქვა და თავს ვიცავთ სამომავლოდ, მე ამას არასდროს არ ვიზავ. რეალურად შეიძლება სადღაცას ქნა, იმიტომ რომ შენ არ იცი რა მოგიწევს, ხო? რა არ იცი რას გაივლი ცხოვრების ეტაპებზე, ამიტომ აქაც უნდა შევიკავოთ თავი, თუნდაც მე შენს ადგილას, მე შენს ნაცვლად, ან მე არასდროს. იმიტომ რომ რეალურად არ ვიცით ხვალდაზე ჩვენ ცხოვრებაში რა მოხდება, ესეც ეგოს ფარსია სამწუხაროდ. სიტყვა კლავს და სიტყვა აძლიერებს. შესაბამისად, აი ქვეყანას რა პრობლემა აქვს ის, რომ ვიღაცამ აი თუნდაც დაცინვით გარემოში, ხო? მე რომ მაგარი ტიპი გამოუჩნდე და მაგარი ხუმრობა ვთქვი, რეალურად ვიღაცას შეიძლება მომავალს უნატყურებ რა და ამის გაცნობიერება არ აქვს. ის რომ აი ვიღაცა დააკნინო იმისთვის რომ საკუთარი თავი აიმაღლო გარემოში, ეგ ხუმრობა არ არის. თუ რაღაცას დასცინი მაგალითად რაღაცაზე, პირველ რიგში საკუთარ თავს იზღვევ, რომ მე ამას სასიარულოს გავაკეთებ რეალურად, მანდაც პროექცია გვერდება, გვაღიზიანებს ადამიანში ის, რაც რეალურად ჩვენშია. ხო, ეგ ჩვენი ჩრდილი შემოდის უკვე. ხო. გერმანიას თუ ავიღებთ, საკმაოდ დიდი ასევე რაღაც აქვს, ხო, სირცხვილი გადატანილი, ასე ვთქვათ, ბელადის სახელს ვერ ვახსენებ ფიზიკურად, ფანჯერაღია მაქვს და არ შემიძლია. ამიტომ ესეც არის რა, მათ სხვენიათ, თუნდაც ის რომ აი სხვენიათ ამ ადამიანის, ჩვენ კიდე მსხვერპლის როლი გვაქვს მორგებული, იმიტომ რომ ოდითგანვე მსხვერპლი ვიყავით. ოდითგანვე რაღაც გვჭიდნენ და ეს სადღაცას ქვეცნობილობაც მოგწონს მსხვერპლის როლი. მოგწონს, იმიტომ რომ ისევ ის არაცნობიერი კოლექტივი არაცნობიერი, რომელიც მუდმივად ვიღაცა დიდს ეძებს, ვინც მასზე იზრუნებს და შესაბამისად დღესდღეობით რო შევაჯამოთ, ქვეყანა ისე რაღაცა ორზღვაშუა, ყოველთვის ორზღვაშუა იყო, ანუ რეალურადაც ორზღვაშუა იყო, მენტალურადაც ორზღვაშუა იყო, იმიტომ რომ იქით რაღაცას იშევს, იქით რაღაცას იშევს და საერთო ხედვა არ გვაქვს ადამიანებს, ანუ საერთო მიზანი არ გვაქვს და სულ რაღაცა გაყოფილი აზრებია და შესაბამისად ეს გაყოფილი აზრები ძალიან დიდ მენტალურ პრობლემებს წარმოშობს გარემოშიც და ყოველთვის რეალურად არსებობს რაღაცა ერთი, რის გამოც შეგვიძლია ადამიანები რომ გავერთიანდეთ და ამ ერთს უნდა ხოლმე პოვნა და ეს პოვნა არის ჯერ საკუთარ თავში, ეს არის რავი, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში სიყვარულია, ადამიანი თუ საკუთარ თავში განიცდის სიყვარულს, მერე სხვასაც უზიარებს ამ ყველაფერს. ახლა მომწერა ჩემმა სპონსორმა, რომ
ფასდაკლებები იწყებაო ჩვენთანო. გერმანიის ნებისმიერ ქალაქში შეგიძლიათ გამიჩნდეთ წეროთ მეგობრებო. ძალიან დიდი ძალიან დაგახვედრებ. ამოვანათებო. მეგობრებო. ჩვენ ტრადიციულ რაღაცეებთან, როდესაც გვაქვს შეხება, იქ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, ამიტომ აი ეს მსგავსი რაღაცეები ყოველთვის უფრო სენტიმენტალურია ხოლმე, რაღაცა ჩურჩხელა, ღვინო, ამიტომ კონტაქტი რო სამშობლოსთან არ შეიძლება არ დავკარგოთ, არის კიდევ ერთ-ერთი გზა იმის, რომ რაღაცა გქონდეს მსგავსი რაღაცები და ფსიქოლოგიათაც მნიშვნელოვანია, კი. ქართული ღვინო ხო ემიგრაციაში მაინც რაღაცნაირ სენტიმენტებთან ასოცირდება. მე მაჩქას დაბადების დღეზე ბოთლი არ გადავაგდე და სასანთლეთ გამოვიყარე. აი, ქვევრის ამბავი კიდევ უფრო სენტიმენტალურია, იმიტომ რომ მუშაობენ მცირე მეღვინეობებთან საქართველოში და აძლევენ საშუალებას მცირე მეღვინეობებს, რომ ჩამოიტანონ ქართული თავიანთი ღვინოები და ეს პროდუქცია გაყიდონ ევროპაში, ამიტომ განსაკუთრებულად სენსიტიური ამბავი არის, რასაც ქვევრი აქვს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც საკუთარ ქვეყანაში ხელშემწყობ ფაქტორად რომ ხარ და ხელს უწყობ მსგავს რაღაცებს, მცირე მეწარმეებს განვითარების საშუალებას რომ აძლევ და ხირებული ნამდვილად დასაფასებელია. რაც YouTube-ს ვაკეთებ, მითანამშრომელია სხვადასხვა კომპანიებთან და ქვევრი ჩემთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მგონია რომ მართლა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ და მეც რაღაც წვლილი რო შემოგვს იმაში, რომ ამ ადამიანებს, ვინც მცირე მეღვინეებს საქართველოში რაღაც საშუალება აქვთ, რომ ევროპაში გაყიდონ თავიანთი პროდუქცია,